ბიზნესის ხმა რეგიონებიდან ბიზნეს პარტნიორის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად ახალ რუბრიკას გთავაზობთ. რუბრიკის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მეწარმეების საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას. დღეს მოგიყვებით კომპანიაზე, რომელიც ქუთაისში ეკოლოგიურად სუფთა ექსკლუზიურ ავეჯს აწარმოებს და მისი საქმიანობა მწვანე წარმოების სტრატეგიას ეფუძნება. ნედლეულის მისაღებად არ იჭრება ხე-ტყე და პროდუქცია ბუნებრივად დაძველებული საუკუნოვანი მასალის განმომზადება. მე აქვე დაგემშვიდობებით სიუჟეტის შემდგომ კი ქეთი ბერეკაშვილის სტუმართან ერთად შემოგიერთება. ჩვენი კომპანია გაიხსნა 2004 წელს ქალაქ ქუთაისში. მოგახსენებათ, ქუთაისი ინდუსტრიული ქალაქია და გავაგრძელებთ ამ ქალაქის ასე რომ ვთქვა ტრადიციები. ვაკეთებთ უმეტესად ექსკლუზიურ სამუშაოებს, ასე ვიტყვი. იატაკები, დეკორები, ავეჯი, თითქმის ყველაფერს რბილი ავეჯის გარდა, იმიტომ რბილი ავეჯის ცოტა სხვა მიმართულება. ჩვენ ვაწარმოებთ ბუნებრივი სუფთა ნედლეულიდან პროდუქციას. ჩვენ ვახდენთ შესყიდვას მეორადი ნედლეულის, ძველი დანგრეული შენობების შედეგად მიღებული ნედლეულია, რაც ერთადში ეს არის სახლები, რაღაც გარკვეული შენობები, რომელსაც ფიზიკური პირები უკვე ვერ იყენებენ. 100, 200, 300 წელსაც კი ახსენებს ჩვენი ნედლეული. ამას ვაძლევთ ახალ სიცოცხლეს, ვქნით პროდუქციას, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე. ადგილობრივი ბაზარი უფრო მეტად სეზონურია, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი ძალიან აქტიურია, გარკვეული პერიოდი ცოტა ნაკლებად მოთხოვნადია, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნა ევროპის ბაზარია. ჩვენ კომპანიას გააჩნია FSC სერტიფიკატი. FSC სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიამ დაამზადა ეკოლოგიურად პირველ რიგში სუფთა პროდუქტი და არ არის ესეთი ნედლეული, რომელიც არის არაკანონიურად მოპოვებული. ამ სერტიფიკატის მფლობელ კომპანიას ზოგადად პრივილეგიები აქვს მთელ მსოფლიოში. კომპანიის შესაძლებლობები რომ გავზარდეთ, შესაბამისად დაკვეთების ზრდაც იყო საჭირო და ბაზრის დივერსიფიკაციას მომახდინეთ, უფრო მეტი კლიენტები მოვიძიეთ ევროპაში და დღეს რამოდენიმე კომპანიას ვეთანამშრომლებით ევროპაში. არის კიდე დაინტერესება, მიდის სხვადასხვა რაღაცა პროდუქციის დამუშავება და მომავალში ველოდებით ახალ ასე ვთქვათ მოთხოვნას ევროპის ბაზრიდან. მუშაობთ, ვაწარმოებთ და ვაპირებთ კიდე დიდხანს ღმერთმა მშვიდობამოწეს, ყოველ დიდხანს ყოფნა ამ ბაზარზე, გადავამზადოთ ახალი ქართული კადრი და დავუმტკიცოთ სხვადასხვა ქვეყნებს, რომ საქართველოში შეიძლება ძალიან საინტერესო პროდუქციის წარმოება და ექსპორტი.